მოგესალმებით. მე გახლავართ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი გასტროენტეროლოგი ეკა ზალიკიანი. მოგესალმებით. მე გახლავართ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი გასტროენტეროლოგი ეკა ზალიკიანი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემებზე, რომელიც ძირითადად თავს იჭერს ხოლმე ზაფხულის განმავლობაში. ჩემი თხოვნა იქნება ჩვენი ლექციის პარალელურად მოვაწოდოთ კითხვები კომენტარების სახით, რომელსაც შევეცდები დაწვრილებით ეტაპობრივად მოგახსენოთ. როგორც მოგახსენებათ, ზაფხულში გადავდივართ სხვა რეჟიმზე, აქტიურ რეჟიმზე, მივმგზავრებით დასასვენებლად, ვიცვლით ჰაერს, საკვებს, ვიცვლით ცვლით საკვებ რაციონს, რეჟიმს ვიცვლით, ამიტომ ამ პერიოდში ხშირად მოკლედ გვაქვს შემდეგი პრობლემები. ეს არის გასტრიტები, ქოლეცისტიტები, ნაწლავური ინფექციები, ეს შეიძლება იყოს ასევე ყაბზობა, ფაღარათი და ასე შემდეგ. შევეცდები რამდენიმე მათგანზე დაწვრილებით ვისაუბრო. ასევე თხოვნა იქნება კიდევ გამეორდები, რომ გამოვაგზავნოთ კითხვები. როდესაც ვიცვლით საკვებ რაციონს და საკვებით რეჟიმს, მივემგზავრებით, ვიცვლით ჰაერს, წყალს, შეიძლება განვითარდეს შემდეგი პრობლემა. ეს არის გასტრიტი და გასტრიტის გამწვავება. ეს უფრო მეტად მტკივნეული ასახქმელია იმ პირებისთვის, ვისაც ადრე ჰქონია ესა თუ ის პრობლემა. როგორ უნდა გამოვიცნოთ ესა თუ ის დაავადება, კონკრეტულად გასტრიტი და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა და როგორ უნდა მოუვაროთ მას. გასტრიტი შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ჩივილებით. ეს შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ეს შეიძლება იყოს ასევე ყაბზობა, ფაღარათი, სიმძიმის შეგრძნება საკვების მიღების შემდეგ, გულძმარვა, წვის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში. როდესაც შევნიშნოთ ასეთ ჩივილებს, სასურველია დროულად მივმართოთ ექიმს და მანამდე რომ ავირიდოთ ესა თუ ის პრობლემა თავიდან, საჭიროა გავაკეთოთ შემდეგი ღონისძიებები. მოვაწესრიგოთ კვებითი რეჟიმი, ვიკვებოთ მცირე ულუფები და ხშირ-ხშირად, მოვერიდოთ გარეთ კვებას, მზასაკვებ პროდუქტს, მალფუჭებად პროდუქტს, ასევე ამოვიღოთ რაციონიდან ისეთი საკვები პროდუქტი, რომელიც ადვილად აღიზიანებს კუჭნაწლავის ტრაქტის ლორწოვანს. ეს არის მჟავე, მწარე, ცხარე საკვები პროდუქტი. ასევე მშრალ კვებაზე და გარეთ კვებაზე გადასვლასთან ახლავს შემდეგი პრობლემა, ეს არის ყაბზობა. ანუ იგივე შეკრულობა. ეს რომ თავიდან ავერიდოთ, თავიდანვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაციონში ჩავრთოთ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, ჩავრთოთ ასევე სითხეები, ანუ წყალი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი, ოღონდ კვებას უნდა დავაშოროთ დაახლოებით 9 საათიანი 40 წუთიანი ინტერვალი უნდა გავაკეთოთ კვებასთან, ასევე ჩავრთოთ წვნიანი კერძები, ვიკვებოთ ხშირად მცირე პორციებით და თუ არ გამოსწორდა მივმართოთ ექიმს. აქ აღსანიშნავია შემდეგი ფაქტი, რომ ხშირად პაციენტები თვითნებურად იღებენ საფაღარათო საშუალებებს, რომელთაც ხანგრძლივი მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან დროთა განმავლობაში ეს საფაღარათო საშუალებები კიდევ და კიდევ უფრო აღრმავებენ აი ამ პრობლემას. მოდით ან ნახოთ თუ გამოიგზავნა კითხვები, გადავხედოთ, ესე იგი, აინტერესებს ჩვენს მაყურებელს კეთდება თუ არა ჩვენს კლინიკაში ირიგოსკოპიული კვლევა და როგორ ხდება მომზადება კვლევისთვის. რამდენად ინფორმატიულია ეს კვლევა მეგაკოლონის დასადგენად. დიახ, მეგაკოლონი ეს არის დაავადება, რომელსაც ზუსტად ჭირდება ეს კვლევა, ირიგოსკოპიული კვლევა და შემდეგ კოლონოსკოპია. ანუ მოგახსენებათ, მეგაკოლონი ეს არის გრძელი ნაწლავი, შეიძლება იყოს ასევე დოლიხოს სიგმის სახით, მთლიანად მეგაკოლონი, ანუ მსხვილი ნაწლავი, როდესაც არის დაგრძელებული, ან მისი ერთ-ერთი ნაწილი შეიძლება იყოს დაგრძელებული. ამის დასადგენად ზოგადად რატომ არის საჭირო ამის დადგენა? ხშირად ასეთ პაციენტებს აწუხებთ ტკივილი ჰიპოგასტრიუმის არეში, აწუხებთ ასევე ყაბზობა, ძირითადად ყაბზობა, ხშირად მივდივართ ხოლმე გაუვალობამდე. ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, როდესაც ესეთი სიმპტომები წამოვა, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, ჩავიტაროთ ზუსტად ჯერ ირიგოსკოპიული კვლევა, ანუ რენტგენოსკოპიული გამოკვლევა, როდესაც დგინდება თუ რა სიგრძის არის მსხვილი ნაწლავი, აკეთებს თუ არა დამატებით მარყუჟებს, ძნელდება თუ არა გამოკვლევის პერიოდში, თქვათ ბარიუმის ფაფის გადადის
მიედინება ნაწლავში, ეს ყველაფერი ჩანს ამ კვლევაზე დაწვრილებით და თუ თქვათ შემდეგ უკვე დაგვაინტერესებს ლორწოვანი, დაგვაინტერესებს თუ რა მდგომარეობაა თვითონ სანატორში, უნდა დაინიშნოს დამატებითი კვლევა. დიახ, რა თქმა უნდა, კეთდება, ყოველდღე კეთდება ჩვენს კლინიკაში. საჭიროა წინასწარი მომზადება, ანუ მომზადება არის შემდეგი, რომ მაინც წინა დღით საღამოს საკვები არ უნდა მიიღოს პაციენტმა, მხოლოდ სითხეებით უნდა დაიტვირთოს და დილით მოვიდეს უსმოთ და გაკეთდება გამოკვლევა. მოდით კიდევ ერთი კითხვა განვიხილოთ. ესე იგი, გავუტან მაიკოს აინტერესებს შეგვიძლია საყლაპავის თიაქარი საოპერაციო არის თუ არა, როგორ უნდა მიხვდეთ. ესე იგი, გავუტან მაიკო, ამის დასადგენად საჭიროა ჯერ თქმა უნდა პაციენტის გასინჯვა, ანამნეზი, სიმპტომები და შემდეგ უკვე გარკვეული კვლევები. სიმპტომურად ეს როგორ უნდა მიხვდეთ? თუ არის დადგენილი თქვა საყლაპავის თიაქარი ადრე თუ ქონდა პაციენტს და ნელ-ნელა უფრო გამწვავდა ეს პროცესი, ეს აისახება შემდეგი სიმპტომებით. ეს შეიძლება იყოს საკვების მერე გულისრევა, ღებინება, დაწოლის შეგრძნება გულმკერდის არეში, ეს შეიძლება იყოს ასევე ბოყინით გამოხატული, შეიძლება იყოს ტკივილით ეპიგასტრიუმის არეში, ჭამის შემდეგ უხაერობით, ასევე პულსის აჩქარებით, ტახიკარდიით და ასე შემდეგ. ამის დასადგენად საჭიროა რენტგენოსკოპიული კვლევა, ანუ კუჭნაწლავის ტრაქტის რენტგენოსკოპიული გამოკვლევა ბარიუმით. ანუ მოწმდება თუ როგორ არის გამტარი საყლაპავის მილი, როგორ ხომარ ხდება ცდომა კუჭის ნაწილის გულმკერდის არეში და თუ რა ხარისხის საყლაპავის თიაქარია, ეს დადგინდება რენტგენოსკოპიული კვლევით და თუ შემდეგ უკვე საინტერესო იქნება ლორწოვანის მდგომარეობა, საყლაპავის კუჭის 12 ხუჭაში უკვე ხდება დამატებითი კვლევა, ეს არის გასტროსკოპიული კვლევა, სადაც უკვე შეფასდება მდგომარეობა, აი ამ თიაქრის პარალელურად თუ რაიმე პრობლემა არის ლორწოვანზე. ორივე კვლევა კეთდება ყოველდღიურად, თუ კიდევ რაიმე დაგაინტერესებთ, შეგეძლიათ მოგმართოთ და დააზუსტოთ. შემდეგი კითხვა. გავიკეთე გასტროსკოპია, დამიდგინდა დუოდენოგასტრალური რეფლუქსი. თუ შეგეძლიათ ამიხსნათ რა არის ეს? კი ბატონო, ანუ როდესაც კეთდება გამოკვლევა, ხშირია პაციენტებში ასეთი მდგომარეობა, როდესაც 12 ნაწლავის შიგთავსი, ეს არის ნაღლოვანი შიგთავსი, ხდება კუჭი, რომელიც ზოგადად კუჭი არ უნდა იყოს. ეს საკმაოდ დამაზიანებელია კუჭის ლორწოვანისთვის, აღიზიანებს მას და შეიძლება მივიღოთ როგორც გასტრიტი, ასევე ეროზიული დაავადება და წყლოვანი დაავადება. უფრო მეტიც, აი ეს დუოდენალური შიგთავსი შეიძლება მოხდეს საყლაპავშიც, რომელიც საკმაოდ აღიზიანებს საყლაპავის ლორწოვანს. და უკვე საყლაპავზე წყალიბდება პათოლოგიური პროცესები, როგორიც არის ანთება, ანუ რეფლუქსეზოფაგიტი იგივე, ასევე შეიძლება მივიდეთ ისეთ წლების მანძილზე ისეთ დაავადებასთან, როგორიც არის ბარეტის საყლაპავი, რომელიც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და ესე იგი კიბოს წინარე მდგომარეობად ითვლება. მოდით ცოტა ხანი კიდევ გავაგრძელებ ჩემს ზოგად მიმოხილვას კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემებთან და მანამდე თქვენ გამოაგზავნეთ კითხვები, რომელსაც ნელ-ნელა ვუპასუხებ. ესე იგი, ზაფხულში ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია და ხშირი პრობლემა არის გარეკვებასთან დაკავშირებით, როგორც ყაბზობის, ასევე ფაღარათის მომენტი, ასევე ნაწლავური ინფექციები. ფაღარათი ძირითადად დაკავშირებულია წყლის, საკვები პროდუქტების, საკვები რაციონის შეცვლასთან, ასევე მალფუჭებათი პროდუქტების მიღებასთან, ასევე გაურეცხავი და ნორმალურად არასწორად გასუფთავებული ხილის და ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღებასთან. ფაღარათი როგორ უნდა ამოვიცნოთ, ეს ახლა ყველას მოგეხსენება, ძირითადად უნდა მივაქციოთ ყურადღება შემდეგ ნიშნებს, ეს არის შეიძლება მიმდინარეობდეს გულისრევა ღებინებით, ტემპერატურის მომატებით, ტკივილით ჰიპოგასტრიუმის არეში, ასევე შეიძლება იყოს რამდენჯერმე დღის განმავლობაში დეფეკაცია თხელი ფაფისებრი ან წყალამასებით და შეიძლება იყოს ასევე სისხლიანი განავალი. ამიტომ ამ ყველაფერს, როდესაც შევამჩნევთ, საჭიროა დროულად მიმართოთ ექიმს, მოვერიდოთ გარეკვებას, მოვერიდოთ, ასევე მოვერიდოთ თერმულად დაუმუშავებელ ბოსტნეულს, ანუ ჯობს მივიღოთ მოხარშული საკვები პროდუქტი დიეტურად და გავითვალისწინოთ ექიმის რჩევები. მოდით კიდევ დავუბრუნდეთ კითხვებს.
ესე იგი, ქალბატონო ეკა 3 წლის წინ დამიდგინა კუჭის ყული. ჩავიტარე მკურნალობა, გასტროსკოპია აღარ გამიკეთებია, პერიოდულად მაწუხებს ტკივილი, კუჭის არეში და სიმძიმის შეგრძნება. არ შეიძლება რენტგენოსკოპიულად გადავამოწმო, თუ აუცილებელია გასტროსკოპია, გმადლობთ. ესე იგი, რენტგენოსკოპიულ და გასტროსკოპიულ კვლევებს შორის მოგახსენებთ სხვაობას, ანუ რატომ არის საჭირო მაინდა-მაინც გასტროსკოპია. ესე იგი, 3 წლის წინ არის დადგენილი წყლოვანი დაავადება, იმკურნალეთ, მაგრამ კონტროლი არ გაკეთებულა. რა თქმა უნდა, რომ იმკურნალეთ კარგია, მაგრამ აუცილებლად ყოველი მკურნალობის მერე აუცილებელია კონტროლი. ბოლომდე შეხვეშდა თუ არა ეს წყლული, რამდენად არის მოყანილი ბოლომდე პროცესი, ეს უნდა გადაკონტროლდეს. ამიტომ აუცილებელია მალევე კონტროლი, გასტროსკოპიული კვლევა, სადაც მოწმდება ლორწოვანის მთლიანობა, თუ რამე დაზიანება ლორწოვანზე, თუ რჩება წყლოვანი დაავადება, ან ხომ არ არის ანთება, ან სხვა პროცესი. რენტგენოსკოპიულად კი შეიძლება გადამოწმდეს, მაგრამ ინფორმატიულობა ამ კვლევის ამ შემთხვევაში არ არის ისეთი მაღალი, ანუ რენტგენოსკოპიულ კვლევაზე ჩანს თუ არის დიდი ზომის, თქვათ, ნიშა, ანუ დეფექტი, თუ არის დიდი ზომის წყული, კი ბატონო ჩანს, მაგრამ თუ არის მცირე ზომის წყული, თუ არის თქვათ მცირე ეროზია, ხომ შეიძლება არ გამოჩნდეს ამ კვლევაზე და არ იყოს ბოლომდე ინფორმატიული და გამოსადეგარი ეს კვლევა. ამიტომ აუცილებლად რახან არის ესეთი სიმპტომები, რახან გაქვთ სიმპტომები, ხომ? აუცილებლად უნდა გავიკეთოთ გამოკვლევა და თუ საჭირო იქნება, შემდეგ უკვე უნდა მიმართოთ ექიმს. მადლობთ კითხვისთვის. შემდეგი კითხვა. მოგესალმებით, თხოვთ მითხრათ, რა განსხვავებებია გასტროსკოპიასა და რენტგენოსკოპიულ გამოკვლევებს შორის. თითქმის მოგახსენეთ, მოკლედ რენტგენოსკოპიულ კვლევას კიდევ შევახები. ამ კვლევაზე ჩანს ძირითადად მრამ. თუ არის დიდი ზომის წყული, თუ არის მექანიკურად, თქვათ, რაიმე პრობლემა, თქვათ, საყლაპავის თიაქარი, გამტარობის დარღვევა, თქვათ, კარდიის ახალაზია, სპაზმი, პილოროსპაზმი, რამდენად გადადის კუჭიდან, თქვათ, 12 გოჯაში საკვები, ან პირიქით ასევე ხომ არ არის რეფლუქსები, ანუ რეფლუქსი რა არის? როდესაც კუჭიდან საყლაპავში ამოდის კუჭის მჟავიარე, ან თქვათ 12 გოჯა ნაწლავიდან ამოდის ნაღლოვანი შიგთავსი კუჭის კუჭში. ამიტომ ამის დასადგენად ძალიან კარგი საშუალებაა რენტგენოსკოპიული გამოკვლევა, მაგრამ ის ზუსტად ვერ ასახავს რა მდგომარეობაა ლორწოვანზე. ამიტომაც საჭიროა ეს დამატებითი კვლევა, გასტროსკოპია, რომელსაც აქვს თავისი უპირატესობები, ანუ მოწმდება კარგად ლორწოვანის მთლიანობა, რამდენად დაზიანებულია, რა სახის დაზიანება არის, მარტო გასტრიტი არის, წყლული ეროზია არის, რეფლუქსის შედეგად რა სახის დაზიანება შეიძლება იყოს ასევე საყლაპავზე. და ასევე საჭიროების შემთხვევაში ხდება აი ამ კვლევის შედეგად ბიოპსიის ჩატარება შეიძლება მოხდეს, ანუ ავიღოთ ბიოპსიური მასალა და შემდგომ შევისწავლოთ, რაც რენტგენოლოგიურ კვლევის საშუალებასაც არ გვაძლევს რენტგენოლოგიური კვლევა. შემდეგი კითხვა. 10 წლის წინ ჩამიტარდა ქოლეცისტექტომია. ბოლო პერიოდში მაქვს ყრუ ხასიათის ტკივილი მარჯვნივ და შეკრულობა. რა გამოკვლევა შეიძლება ჩავიტარო? კი ბატონო. ესე იგი, ქალბატონო მაია, მოგახსენებათ ქოლეცისტექტომია არის ის, რომ მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი ფუნქციონირებს ნაღლის ბუშტის გარეშე, წლების განმავლობაში ყალიბდება ზუსტად ესეთი სინდრომი, რომელსაც ეწოდება პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი, რომელიც ძალიან გავს ახლა თქვენს მდგომარეობას. როდესაც არის სანაღლე გზების და ასევე ოდის სფინქტერის, რომელიც მდებარეობს ზუსტად 12 გოჯა ნაწლავთან შესავალში, კედელზე უფრო სწორედ, ხშირად ხდება ხოლმე ამ ოდის სფინქტერის სპაზმი, რომელიც იწვევს ხოლმე ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში, შებერილობას, მონელების პრობლემების გაზნელებას და შეკრულობა შეიძლება აქედან იყოს. ან პირიქით შეიძლება იყოს ფაღარათით მიმდინარე, როდესაც დიდი რაოდენობით ნაღლის მჟავები გადმოდის 12 გოჯა ნაწლავში. ამიტომაც საჭიროა რა, რომელი გამოკვლევა? ეს არის მუცლისღროს ეხოსკოპიური კვლევა, დადგინდეს რა მდგომარეობა სადინრებში, შეფასდეს ოდის სფინქტერი, ასევე შეიძლება გაკეთდეს გასტროსკოპიული კვლევაც და ზუსტად დაისვას დიაგნოზი, რომ სწორედ წარიმართოს მკურნალობა. შემდეგი კითხვა. თხოვნა იქნება გამოაგზავნოთ კითხვები და ნელ-ნელა ვუპასუხებ. რამდენად არის დაკავშირებული ანემია კუჭნაწლავის პრობლემებთან? ანემიას რაც შეეხება, მოგახსენებათ რამდენიმე მიზეზია ანემიის.
ერთ-ერთი შეიძლება იყოს ნამდვილად კუჭნაწლავის პრობლემა, ქალბატონო მაკო. ანუ ეს რატომ ხდება ანემია, ვთქვათ, რა დაავადებების დროს, კუჭნაწლავის დროს. ერთ-ერთი ხშირი მიზეზი არის სისხლდენა ზემო ან ქვედა ტრაქტიდან კუჭნაწლავის. ანუ ეს შეიძლება იყოს სისხლდენა საყლაპავის ვერებიდან, ასევე კუჭიდან, 12 კუჭიდან, ან ქვემო ტრაქტიდან ეს არის ნაწლავები. ამის გამოსაკვლევად ზოგადად საჭიროა კვლევები, ეს არის გასტროსკოპია, გამოირიცხო ზედა ტრაქტი და შემდეგ უკვე კოლონოსკოპია, როდესაც გამოიკვლევა მთელი მსხვილი ნაწლავი. განსაკუთრებით ეს აქტუალურია ასაკში, როდესაც არის ანემია, როდესაც არის წონაში კლება, როდესაც არის სისუსტე, თავბრუსხოვა და შემდეგი პრობლემები, რომელსაც ნამდვილად ჭირდება გამოკვლევა და დიაგნოზის დადგენა. მოდით კიდევ ვისაუბროთ ერთ-ერთ პრობლემაზე, ეს არის ქოლეცისტიტები, ეს არის ზაფხულის პერიოდში აქტუალური იმ მხრივ, რომ ძირითადად უკავშირებთ მარხვის გახსნილებას, ანუ მოგახსენებათ ზაფხულში გვაქვს 2 დღესასწაული, რომელსაც წინ ახლავს მარხვა და მარხვა როდესაც ხსნილდება, ბევრ პაციენტს აქვს ქოლეცისტიტის პრობლემა. რაც გამოიხატება საკვების მიღების შემდეგ გულისრევაღებინებაში, დილაობით მწარე პირის შეგრძნებაში, ასევე ტკივილში, მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს როგორც ეპიგასტრიუმის არეში, ასევე ბეჭებქვეშ, ასევე შეიძლება იყოს ფაღარათის ან ყაბზობის მონაცვლეობა და ასე შემდეგ. ამ პრობლემასაც უნდა შევხვდეთ მომზადებულად, რომ ავირიდოთ თავიდან აუცილებლად უნდა დავარეგულიროთ საკვები რაციონი, კვებითი რეჟიმი, ვიკვებოთ ხშირად მცირეულუფებით, თავიდანვე მომივიღებთ სხვადასხვა სახის საკვებს ერთობლივად, დავარეგულიროთ ძალიან ცხიმიან საკვებს, ჩავრთავთ თავიდანვე რაციონში, თუ რაღაც გაგვიჭირდება ვთქვათ და ვერ დავარეგულირეთ ჩვენით, აუცილებელია ჩატარდეს სათანადო კვლევა, დაადგინდეს ქოლეცისტიტი, რომელიც დგინდება ძირითადად ეხოსკოპიური გამოკვლევით. ანუ შეიძლება იყოს ნალექი, შეიძლება იყოს კედლის გასქელება, შეიძლება იყოს დეფორმული ნაღლის ბუშტი და შემდეგ უკვე ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. კიდევ გამეორდები და გთხოვთ, რომ გამოაგზავნოთ კითხვები. მოდით შემდეგი კითხვა განვიხილოთ. ესე იგი, პერიოდულად მაწიხვებს უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, გულისრევის შეგრძნება და ტკივილი მარჯვნივ, გავიკეთე მუცლის ღრუს ეხოსკოპია, დამიდგინდა ნალექი ნაღლის ბუშტში და კედლის გასქელება. რამდენად საშიშია? კი ბატონო. ზუსტად აი ამაზე ვისაუბრეთ, ანუ გავს ქოლეცისტიტის ნიშნებს. ნალექი ნაღლის ბუშტში ძალიან ხშირი პათოლოგიაა, რომელსაც ხშირად მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ აქცევს ყურადღებას და რჩება ეს პრობლემა უმკურნალოდ და შემდეგ უკვე ამ ნალექისგან შეიძლება მივიღოთ სერიოზული პრობლემები, როგორც არის მაგალითად კენჭოვანი დაავადება წლების მერე, ანუ ეს კენჭოვანი დაავადება ჰაერზე არ ჩნდება, ზუსტად წინაპირობა არის ნალექი ნაღლის ბუშტში, ასევე ნალექმა შეიძლება გამოიწვიოს კედლის გასქელება, ნაღლის ბუშტის ანთება, აქედან გამომდინარე არის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მწარე პირი, დილაობით და მთელი რიგი პრობლემები. საშიში ნალექის სტადიაზე იმდენად არ არის, რამდენადაც შემდეგ უკვე საშიშია კენჭოვანი დაავადების ჩამოყალიბების შემდეგ. ანუ მოგახსენებათ კენჭოვანი დაავადებებს ახასიათებს მთელი რიგი გართულებები და ეს რომ ავიცილოთ თავიდან, ზუსტად უნდა ვუმკურნალოთ ნალექის სტადიაზე. ამას ესაჭიროება ზუსტად კვების მოწესრიგება, საკვები რაციონის და რეჟიმის მოწესრიგება და დანიშნა ნაყრდენი საშუალების და სპეციფიური სამკურნალო პრეპარატების, რომელიც უზრუნველყოფენ ამ ნალექის გადმოდინებას, გათხელებას, გადმოდინებას და ღრუს განთავისუფლებას. გამოაგზავნეთ კითხვები, მოდით 1-2 წუთი შევიცვენოთ, გავიდეთ შესვენებაზე, მანამდე ველოდებით თქვენს კითხვებს და დაგიბრუნდებით 2 წუთში.
გავაგრძელოთ კითხვები. მადლობა აქტიურობისთვის და კიდევ მოგიწოდეთ რომ გამოგვიგზავნოთ კითხვები. კითხვა შემდეგი. რა სახის გამოკლებით გინდება თქვენთან ჰელიკობაქტერია არის თუ არა კუჭში? ესე იგი, ქალბატონო ხატია, გამოკლება კეთდება ორი სახის, ეს არის სისხლით და განავლით, ასევე კეთდება ბიოპსიით, როდესაც გასტროსკოპიის მსვლელობაში კეთდება ბიოპსიური მასალის აღება და მერე შესწავლა. სისხლით და განავლითაც კეთდება ანტისხეულის და ანტიგენის განსაზღვრა, უბრალოდ მანდ არის ნიუანსები, თუ პაციენტი ნამკურნალებია, ჩატარებული აქვს ერადიკაციული მკურნალობა, ანტიბიოტიკებით, მაშინ სისხლით არ არის ინფორმატიული ამის ჩატარება, საჭიროა განავლით, მაგრამ თუ არ აქვს ჩატარებული მკურნალობა, მაშინ შესაძლებელია ამ კვლევის დანიშვნა სისხლით და როგორც განავლით. ანუ ორივე სამივე კვლევა ეფექტურია და სამივე კვლევა ადგენს გვაქვს თუ არა მოკლედ ჰელიკობაქტერია და შემდეგ უკვე საჭიროა და აუცილებელია ჩატარდეს ერადიკაციული მკურნალობა, რომ თავიდან ავირიდოთ სხვადასხვა პათოლოგია, როგორც არის კუჭის წყლული და შემდეგ ონკოლოგიური პროცესები. შემდეგ მსმენელს აინტერესებს შეიძლება 20 დღეში გაუჩნდეს ადამიანს ნაღლის ბუშტის კენჭები თუ არა. 20 დღეში ნამდვილად არ ყალიბდება ნაღლის ბუშტის კენჭები, ამას უნდა თვეები, წლები, ამას ნამდვილად 20 დღეში ამის ჩამოყალიბება შეუძლებელია. უბრალოდ მანამდე არის წინაპირობა ის, რომ ნაღლის ბუშტი უჭირს ფუნქციონირება, სხვადასხვა პათოლოგიის გამო, ეს შეიძლება იყოს თქვათ ნაკეცით, დეფორმულობის გამო და ამიტომ იქ გროვდება ნალექის სახით ნაღველი, რომელიც შემდეგ უკვე სქელდება, იწყებს კონკრემენტების განვითარებას და აქედან ჩდება უკვე კენჭი, იგივე კონკრემენტი. რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგანაც ის იწვევს გართულებებს, ეს შეიძლება იყოს ზომიდან გამომდინარე, თუ პატარა კენჭია შეიძლება გაეჭხიროს სადინარში, მივიღოთ სიყვითლე და მთელი რიგი პროცესები, რომლის შემოტრიალება მერე უკვე ძალიან რთულია და საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას. ამიტომაც მოვარდები ნაღლოვან, ანუ როდესაც არის ნალექი, აი ამ ეტაპზე არის აუცილებელი ზუსტად მივაქციოთ ყურადღება ამ ნალექს და ვიმკურნალოთ, რათა არ ჩამოყალიბდეს კენჭოვანი დაავადება. შემდეგი კითხვა. გავიკეთე გასტროსკოპია, მაქვს ძალიან მაღალი სიმჟავიანობა, მაქვს ფაღარათი, მაქვს კენჭები ნაღველში, ძალიან მაწუხებს ფაღარათი და თუ არის ესენი კავშირში. კი ბატონო, ზუსტად მჟავიანობის დროს, მაღალი სიმჟავის დროს ეს პროცესი ხასიათდება ხშირად ფაღარათით, ეს ერთი, ასევე გაქვთ კენჭები, შეიძლება იყოს ამ კენჭებიდან გამომდინარეც ეს პრობლემა, ანუ როდესაც კენჭოვანი დაავადება არის ძირითადად ორი ტიპის დარღვევები მიმდინარეობს. ან ყაბზობა, ან ფაღარათი. ეს არის დამოკიდებული თუ რა რაოდენობით ნაღლის მჟავები გადმოდის ნაღლის ბუშტიდან სანაღლეგზებში და შემდეგ უკვე 12-გოჯა ნაწლავში. თუ თქვა დიდი რაოდენობით გადმოდის, ეს აისახება ფაღარათი, თუ თქვა არ გადმოდის და დეფიციტია, ეს აისახება შებერილობით, სიმძიმის შეგრძნებით, ყაბზობით და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ყველაფერს უნდა დარეგულირება, უნდა მჟავიანობის დარეგულირება, ასევე სიმპტომურად ფაღარათის ლიკვიდირება მოკლედ და უნდა გაკონტროლდეს რა სახის კენჭია, რა ზომის კენჭია, სად არის, რას იწვევს, ხომ არ იწვევს ქოლეცისტიც, ანუ ანთებით ნიშნებს და თუ რა სახის მკურნალობა ესაჭიროება პაციენტს, ეს უნდა ინახოს უკვე გამოკვლევების შედეგად და პაციენტის გასინჯვის შედეგად. შემდეგი კითხვა. 1 წლის წინ დამიდგინდა საყლაპავი ხვრელის თიაქარი და კარდიის უკმარისობა. გულზმარვა, რას ფიქრობთ ოპერაციულ მკურნალობაზე? კი ბატონო, ქალბატონი ეკა, ესე იგი, ქალბატონო ეკა, საყლაპავი ხვრელის თიაქარი და კარდიის უკმარისობა ზუსტად ერთმანეთით გამომდინარე მოკლედ პრობლემაა, რომელსაც ესაჭიროება ან კონსერვატიული მკურნალობა, ან ოპერაციული ჩარევა. ანუ საყლაპავი ხვრელის თიაქარს აქვს თავისი ხარისხი. პირველი მეორე ხარისხი
საჭიროებს არ საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას და შეიძლება სიმპტომურად ვებრძოლოთ მას, ანუ მოგახსენებთ ეს დგინდება რენტგენოსკოპიული გამოკვლევით ძირითადად, ანუ რენტგენზე ვაფასებთ თუ რა სახის რა ხარისხის თიაქარია, პირველი მეორე ხარისხი მოკლედ ექვემდებარება მკურნალობას, ხოლო მესამე მეოთხე ხარისხის დროს, როდესაც არის კუჭის რაღაც ნაწილის ცდომას გულმკერდის არეში, როდესაც არის უკვე ჩივილები, გულისრევა, ღებინება, თქვათ გულისფრიალი, ჰაერის უკმარისობა, მოხჭობის შეგრძნება და ასე შემდეგ, ეს უკვე აუცილებლად საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას. ამიტომაც ეს არის შესაძლებელი სიმპტომურად, ასევე რენტგენოსკოპიული და გასტროსკოპიული მეთოდებით. ასე რომ ძნელია თქვათ მანდამაინც ოპერაციული ჩარევა ესაჭიროება პაციენტს თუ თქვათ შეიძლება კონსერვატიულად ეს ყველაფერი მართოთ. აქ კიდევ გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტები, რომ ცხოვრების რეჟიმსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს. თქვათ აი ეს კარდის უკმარისობა, როდესაც არის, ანუ არის სფინკტერის უკმარისობა, სისუსტე, როდესაც კუჭის შიგთავსი ადვილად ხდება საყლაპავში. ამ სფინკტერს კიდევ უფრო ასუსტებს რიგი საკვები პროდუქტი, რომელიც უნდა ამოვიღოთ რაციონიდან, ეს შეიძლება იყოს თქვათ ციტრუსები, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები, ყავა, შოკოლადი, თაფლი. აი ამ პროდუქტის მიღების შედეგად თქვენ უფრო შეატყობთ თქვათ წვის გულძმარვის მომენტს და ანუ უნდა იცოდეთ, რომ ეს პროდუქტი უფრო ანელებს ამ სფინკტერს. ასევე აუცილებელია ხშირი კვება მცირე პორციებით, რომ არ გადავავსოთ კუჭი, წყალი არ უნდა მივიღოთ ჭამის დროს, დაახლოებით 9 საათიანი 40 წუთიანი ინტერვალი უნდა გავაკეთოთ და აუცილებლად არ უნდა ვატაროთ მოჭერილი ქამრები თქვათ, არ უნდა გვეძინოს ღამე ძალიან გადაწეული თავით, ანუ უნდა იყოს ასტუმალი ამაღლებული 2 ბალიშით მაინც, რომ წნევით ეს ყველაფერი არ წამოვიდეს თქვათ საყლაპავში და უფრო არ შეუწყოთ ხელი ამ თიაქრის ჩამოყალიბებას და მერე უკვე გართულებას ამ პროცესის. მადლობთ კითხვისთვის, თუ შეიძლება კიდევ მოგწერეთ თუ რამე გაინტერესებთ. ჩემს მეუღლეს დაუდგინდა დივერტიკულები მსხვილ ნაწლავზე, რამდენად საშიშია. ქალწუნა ნანა, საშიში იმდენად არ არის, ამდენად საყურადღებო ნამდვილად არის ეს ანუ ეს მდგომარეობა, ანუ დივერტიკულები შეიძლება იყოს ნაწლავში, მაგრამ გააჩნია არის თუ არა ანთებითი ეს დივერტიკულები, ანუ არის თუ არა სიმპტომები, როგორიც არის თქვა ტკივილი მოცლის არეში, ჰიპოგასტრიუმის არეში, ასევე არის თუ არა თქვათ კუჭის მოქმედების გაძნელება, ან პირიქით ფაღარათი, ან ხომ არ ჭირდება პაციენტს დიდი ხნით ჭინთვა, თქვათ ვერ გადის კუჭი, ან ხომ არ არის სისხლიანი გამონადენი, ტემპერატურა და ასე შემდეგ. თუ არის თქვათ სისხლშიც ხომ ლეიკოციტოზი, ანუ ანთების ნიშნები, საჭიროა ჩატარდეს ჯერ კონსერვატიული მკურნალობა და თუ თქვათ არ დაემორჩილება ამ კონსერვატულ მკურნალობას და მივიღებთ შემდეგ გართულებებს, როგორც არის სისხლდენა, შეიძლება მოხდეს პერფორაცია უკვე შორს წასულ სტადიაზე, მაშინ უკვე ოპერაციული ჩარევა არის საჭირო, მაგრამ თუ დავარეგულირებთ კუჭის მოქმედებას, თუ დავარეგულირებთ კვებით რეჟიმს, არ გვექნება ტკივილები და არ გვექნება ზემოთ აღნიშნული სიმპტომები, ნამდვილად არ საჭიროებს არანაირ ჩარევას, უბრალოდ მოწესრიგებული უნდა იყოს კუჭის მოქმედება, რომ არ უჭირდებოდეთ წნევით და ჭინთვით კუჭი გასვლა. მადლობა კითხვისთვის. მაქვს კუჭში საშინელი წვა, განსაკუთრებით ჩემწვარზე სიმძიმის შეგრძნება. მაქვს ზოგჯერ ტკივილი თუ მძიმე საჭმელია, კატეგორიულად ვერ ვიტან ხილს, მაგრამ მაინც ჭამ. მაქვს ბევრჯერ გადაყლაპული ზონდი და ახლად სვამ წამლებს, მაგრამ მაინც ვერ ვარ კარგად და არაფერი არ არის ნეტავ ჩემი საშველი ბოლო გასტროსკოპიაზე მიწერია კარდი არ იხურება სრულად, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, კუჭი, ნაღლოვანი შიგთავსი, კუჭის ლორწოვანის გარსი პროქსიმალურ ნაწილში კეროვანი ჰიპერემიით. მაქვს გაკეთებული ტომოგრაფიაც, სადაც ყველაფერი ნორმაში მიწერია. ამ ეტაპზე ვსვავ ულსეპანს, გასტრიტნოლს, სიმალგელს, ლაქსატერს, მაგრამ მაინც არც ისე კარგად ვცნობ თავს და უნდა გავაკეთო რაიმე გამოკვლევა მჭირდება თუ არა, აინტერესებს პაციენტს. იცით რა არის ძალიან ბევრი პრობლემაა კუჭი 12 გოჯაში, რომელსაც უნდა კომპლექსურად მკურნალობა. იღებთ პრეპარატებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აქ კიდევ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. ასე ზეპირად ნამდვილად ძნელია თქმა და ძალიან მიჭირს რჩევა, რა უნდა გააკეთოთ. უბრალოდ შეგიძლიათ მოიტანოთ ეს თქვენი კვლევები, ანუ უნდა გამოიკითხოს პაციენტი, გადაიხედოს კვლევაზე, ინახოს როდის არის ბოლოს გაკეთებული ესა თუ ის კვლევა, ინახოს ზუსტად სხვა კვლევების მონაცემები და შემდეგ უკვე უნდა
შედგინდეს სწორიკვება რეჟიმი, რომელიც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს და 70% კუჭ-ნაწლავის პრობლემების დაკავშირებულია ამ სწორიკვების და რეჟიმის მოგვარებაზე და შემდეგ უკვე დაინიშნოს სამკურნალო პრეპარატები. იქ უნდა განისაზღვროს იგივე ხელიკობაქტერია, იქ უნდა განისაზღვროს სხვა მომენტი და შემდეგ უკვე სწორი მკურნალობა დაინიშნოს. ახალი გამოკვლევა არა, უბრალოდ გააჩნია, როდის არის გაკეთებული ბოლო გამოკვლევა. შემდეგ ქალბატონიკას აინტერესებს, რომელი გამოკვლევით შეიძლება დადგინდეს აყალპავის თიაქარი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ და გეტყვით ორი სიტყვით, რომ ეს პირველ რიგში არის რენტგენოსკოპიული კვლევა და შემდეგ უკვე თუ საჭირო იქნება დაინიშნოს გასტროსკოპიული კვლევა. კი ბატონო, შემდეგ რამდენიმე თვეა დედაჩემს ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ აწუხებს პერიოდულად ფაღარათი, რის შედეგადაც პერიოდულად აქვს წვის შეგრძნება უკანა ტანის არეში და ხანდახან ალისფერი გამონადენი კუჭი გასვლის შემდეგ. რა შეიძლება გავაკეთოთ ამ დროს? ქალბატონო მარინე, მოგეხსენებათ ალბათ, რომ ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ხშირია ფლორის თლიანობის დარღვევა, დისბაქტერიოზის მოვლენები, ამიტომ საჭიროა ფლორის დროულად აღდგენა, ჩატარდეს ჯერ ბაქტერიოლოგიური ანალიზი, განისაზღვროს რა სახის დისბაქტერიოზია, რა ხარისხის და შემდეგ უნდა იმკურნალოთ აი ამ პრობლემაზე. მაგრამ აი ეს თვითონ ეს ხშირი ფაღარათი იწვევს უკვე შემდეგი პრობლემების ჩამოყალიბებას, როგორც არის თქვა ბუასილი, ნაპრალი, რომლის კლინიკაც თქვენ გაქვთ დაახლოებით, ანუ წვა, ტკივილი, სისხლიანი, ალისფერი გამონადენი კუჭი გასვლის შემდეგ მიუთითებს პროქტოლოგიურ პრობლემაზე. ამიტომ აუცილებელია გაესინჯოთ ექიმს, მიმართოთ ექიმს, დადგინდეს რა სახის დაზიანება სწორნაწლავში და შემდეგ უკვე იმკურნალოთ, მაგრამ თავი და თავი არის აი ამ ფაღარათის აღმოფხვრა და დისბაქტერიოზის მოწესრიგება და შემდეგ უკვე ადგილობრივადაც უნდა ვიმკურნალოთ. შემდეგი კითხვა. გამოკვლევა მაჩვენა კუჭის დაწევა, რომელიც დევს შარდის ბუშზე, რაიმე გართულება ხომ არ მოყვება დროთა განმავლობაში. გააჩნია სიმპტომატიკას, გააჩნია რა სახის გამოკვლევა არის ჩატარებული. ამ სიმპტომებს გააჩნია, პაციენტი უნდა გაისინჯოს და მაგის მიხედვით უკვე მოხდება ანუ პროგნოზირება თუ მოყვება თუ არა რაიმე გართულება დროთა განმავლობაში. მე მგონი კითხვებია მოვწურეთ. თუ რაიმე კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ მოგწეროთ კიდევ, წერილობით კი პასუხებთ. დღევანდელი ეთერი ამოწურულია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, აქტივობისთვის. შემიძლია შემდეგ უკვე წერილობით კი პასუხოთ დანარჩენ კითხვებზე თუ რამე იქნება. დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ.